ზაფხული ტრადიციულად ლუდისა და უალკოჰოლოს სასმელების ჭარბად მოხმარების სეზონია, რაც ყოველთვის აჩენს ხოლმე კითხვებს ამ ბაზრის ტენდენციებზე. როგორ იცვლება მომხმარებლის გემოვნება, როგორ რეაგირებენ მწარმოებლები და როგორია კონკურენციის რეალური სურათი, საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით საინტერესო პროცესიც მიმდინარეობს, იზრდება მოთხოვნა, ჩნდება ახალი პროდუქტები და აქტიურდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთამაშეები. რეალურად რა მდგომარეობაა ლუდისა და უალკოჰოლოს სასმელების სექტორში, რა გამოწვევებია და როგორ ხედავს თავად ბიზნესი ბაზრის განვითარების პერსპექტივებს სტუმართან ქართული ლუდის კომპანიის დირექტორთან კახაბერ კოტრიკაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო კახაბერ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და პირდაპირ გადამოვალ თქვენთან კითხვით და დავიწყოთ შეფასებით თუ როგორ აფასებთ დღევანდელ მდგომარეობას ლუდისა და უალკოჰოლოს სასმელების ბაზარზე. საინტერესოა, რასაც ჩვენებს პროგრესი ბოლო წლებში და როგორია ის დათვლადი შედეგები, რაც ხელშესახებია. საინტერესო პერიოდი არის ლუდის ინდუსტრიაში, ლუდისა და ალკოჰოლის სასმელების ბაზარზე საქართველოში. სიახლეები არის, მათ შორის სიახლეები უკავშირდება ქართული ლუდის კომპანიას ზედაზენს და მრავალი სიახლეც წადგა წლევანდელ წელს, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბაზარი საინტერესო არის, კონკურენტული არის და აჩვენებს მცირე ზრდის ტენდენციას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ძირითადად რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამ სექტორის განვითარებაზე, რომ გითხრათ ეს არის ფასი, კონკურენტული ხარისხი, მრავალფეროვნება, თუ აი რა არის თქვენი დაკვირვებით ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაფერი ერთად საბოლოო ჯამში ხარისხიც, ფასიც, მრავალფეროვნებაც. რა თქმა უნდა, ტურისტებს თავისი წვლილი აქვს ჩვენი ინდუსტრიის განვითარებაში, ასე რომ ყველაფერი ერთად ჯამში ქმნის საინტერესო ბაზას და ავითარებს საინტერესოდ ქართული ლუდისა და არალკოჰოლური სასმელების ბაზარს. უალკოჰოლოს სასმელების ნაწილში მინდა გკითხოთ ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე როგორია, იმიტომ რომ ეს საკითხი და ნაწილი წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა. გამოწვევა ეხლაც ამ ეტაპზეც კარგი ტენდენციები არის იმ მიმართულებით რომ იზრდება წლიდან წლამდე მზარდი არის ამ ზრდას ისევ და ისევ უკავშირებ საქართველოს როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარობას საერთაშორისო ბაზარზე ქართული რესტორნების ფართოდ უკვე მომრავლებას საერთაშორისო ბაზარზე და ქართული პროდუქტისადმი ქართული ლიმონადისადმი დობის გაზრდასაც თავისი შედეგები მოაქვს. ამიტომ ხედავთ რომ წლიდან წლამდე ბაზარი მზარდი არის და იძლევა უფრო მეტი დადებითის პროგნოზის საშუალებას. ნდობის ზრდა სწორ მარკეტინგულ კამპანიებზე ალბათ დამეთანხმებით დაფუძნებული და ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მიზნობრივ ბაზრებზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორც თავადაც უკვე ბიზნესის წარმომადგენელი აღნიშნავთ, ამას აქვს თავისი შედეგები. იმედია, გაცილებით უფრო მაღალ და დათვლად შედეგებზე ვისაუბრებთ უახლოეს პერიოდში. ახლა კი გადავიდეთ ლუდის ადგილობრივ წარმოებაზე, რაც გაცილებით წარმატებულია, შეიძლება ითქვას უალკოჰოლოს სასმელების ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზებასთან შედარებით. რა ვითარება ამ ნაწილში, სიახლეები როგორ გვაქვს? როგორც აღნიშნეთ, ჩვენ საუბრის დასაწყისში მნიშვნელოვანი სიახლეებია გვაქვს წელს. ქართული ლუდის კომპანიაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეს ეხება ინვესტორების შემოყვანას. ქართული ლუდის კომპანია შეიძლება უკვე ჩაითვალოს როგორც საერთაშორისო კომპანიად, იმიტომ რომ 21 მაისს მოხდა ხელმოწერა, რითაც ტემპო ჯგუფი გახდა ქართული ლუდის კომპანიის ძირითადი აქციების ფლობელი. შესაბამისად ქართული ლუდის კომპანია უკვე საერთაშორისო კომპანიად ითვლება. მნიშვნელოვანი მოვლენა არის
რამ ხრივ ერთი თავის ხრივ ტემპო ჯგუფი წარმოადგენს ისრაელში ბაზირებულ კომპანიას, რომელსაც აქვს მულტი ბრენდული პორტფელი, არის ლიდერი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ლუდის, ასევე წყლის, ასევე მაღალი ალკოჰოლისა და ღვინის მიმართულებით, ენერგეტიკული სასმელების მიმართულებით. რა გავლენა ექნება ადგილობრივ ბაზარზე ამ სიახლეს, ესეც რომ გითხრათ, ანუ კონკურენციის ნაწილში რა შეიცვლება? კონკურენციის ნაწილში საინტერესო ფაქტი ხდება, იმიტომ რომ ტემპო ჯგუფი არის ტემპო ჯგუფის 40%-ის პრობლემა არის პირდაპირ ჰაინეკენი. ჰაინეკენი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბრენდი ლუდის ინდუსტრიაში. თავად ლუდი წარმოდგენილია მსოფლიოს 192 ქვეყანაში, კომპანიას აქვს 70 ქვეყანაზე მეტში საკუთარი ლუდსახარშები, ფლობს 75 მეტ ლუდსახარს, შესაბამისად საქართველოში ეს ინვესტიცია ირიბად მიუთითებს იმასაც, რომ ჰაინეკენი უკვე საქართველოშიც არის რაღაცა დოზის წარმოდგენილი ზედაზენის სახით. ჰაინეკენის აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ ის რომ ქართველი მომხმარებელი იცნობს ამ ბრენდს და მოიხმარს, ეს ფაქტის სახეზეა. რას ცვლის რომ გითხრათ ჰაინეკენის შემოსვლა, ანუ ოფიციალური წარმომადგენლობის ნაწილში ჩვენს ქვეყანაში? ჰაინეკენი ირიბად ხდება ქართულ ლუდის კომპანიის ფლობელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო კომპანია ჩვენი ინვესტორების სახით უცხადებს ნდობას ქართულ ბიზნესს, ქართულ ბაზარს, ქართულ მომავალს, ქართული წარმოების ხარისხს და პროფესიონალიზმს. რამდენად რთული იყო მათი დათანხმება ამ პარტნიორობაზე? მარტივად არაფერი არ არსებობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლიოში გეოპოლიტიკურად იქნება, თუ სოფლიოში არ არის საფუძველი იმისა, რომ პროგნოზები გააკეთო საშუალებიანი გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს იყო მნიშვნელოვანი ნიშანი და მნიშვნელოვანი ნდობა იმისა, რომ ძალიან პოზიტიურად უყურებენ როგორც საქართველოში ბიზნესის შემოსვლას, ასევე შესაბამისად მის პერსპექტივებს. საინტერესოა ხელშეკრულების პირობები როგორია? ეს შესაძლებელია რომ ჰაინეკენის რაღაც სახეობა მაგალითად საქართველოში იწარმოოს? ჰაინეკენს აქვს 60-ზე მეტი ბრენდი თავის პორტფელში, შესაბამისად დაგეგმილია, რა თქმა უნდა, რომ ამ ინვესტიციის შემდეგ მოხდეს უფრო ჰაინეკენის პორტფელის წარმოება საქართველოში, შემდგომ მისი საექსპორტო პოტენციალის ათვისება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. ანუ მხოლოდ იმპორტსა და დისტრიბუციაზე არ არის საუბარი, აქ არის გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი ურთიერთობები. აქ არის საუბარი. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით რა მასშტაბის არის თუ შეგვიძლია ვთქვა? უკვე საქართველოში განხორციელდა 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია. ეს მოხდა ზუსტად რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში. ეს არის პირველადი ნაბიჯი ინვესტიცია. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი გეგმებიდან გამომდინარე, ეს სამით არ მთავრდება და იქნება ძალიან ბევრი სიახლეები. ბატონო, და მყისიერი ეფექტი შეიძლება თუ არა იყოს, ვთქვათ, აქტიური ვაკანსიების ზედაზენის მხრიდან, ალბათ საჭირო იქნება დამატებით მუშახელი, ხომ ასეა გაზრდილი წარმოების ნაწილში. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ? დამატებითი მუშახელი, ტალანტები გვჭირდება, ყოველთვის იყო საჭირო და ეხლა მით უმეტეს, შესაბამისად აქტიურად ვეძებთ, რა თქმა უნდა. და თქვენს სექტორში კადრების დეფიციტი პრობლემაა, იმიტომ რომ ბიზნესების ძირითადი ნაწილი სწორედ კადრების დეფიციტზე, კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს ხოლმე ჩვენს ეთერში. თქვენთან რა ვითარებაა? ჩვენს საქართველოს ბიზნეს გარემოში მოქმედებთ და აქ განსხვავებული ვითარება არ არის, თუმცა ბიზნესები ახერხებენ ისევ და ისევ ამ გამოწვევის დაძლევას, ისევ და ისევ არის მზაობა იმისა, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტად ტალანტები, უფრო შევავსოთ ესე იგი მოთხოვნა ბაზარზე, თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს ხელშემშლელი პირობა იმისა, რომ ბიზნესი არ გამიმთავრდეს. გასაგებია, ძალიან მისასალმებელია ჰაინეკენის ფაქტი, საინტერესოა გეგმავთ თუ არა და ხართ თუ არა პროცესში რომ მოიზიოთ სხვა პარტნიორები და ვთქვათ უფრო მრავალფეროვანი გახდეს თქვენი პროფილი საერთაშორისო წარმოებლებთან კომუნიკაციის ნაწილში. ბედნიერი ვარ იმითი, რომ შევძელით და უნიკალური გარემო შევქმნით და უნიკალური მოდელი შევქმნით საერთაშორისო ბრენდებისა ზედაზენის კუდის ქვეშ. დღესდღეობით ვაერთიანებთ ჰაინეკენთან ერთად გინეს, კრონბახერს და მილერის მსოფლიო ბრენდებს.
ასეთი კომბინაციის ალბათ ძალიან ბევრ ევროპულ და არაევროპულ ბიზნესებს შეშურდებოდათ ჩვენი, იმიტომ რომ უნიკალური მოვლენა არის ამ სიძლიერით, რა თქმა უნდა, ვიწყებთ, ხვდებით ამ ახალ ეტაპს და რა თქმა უნდა გეგმები კიდევ უფრო შორს მხედველი არის, გვინდა რომ ჩვენს პორტფელში ვიხილოთ ასევე სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდები, რომელთაც ვიამაყებთ ერთი მხრივ როგორც კომპანია და მეორე მხრივ როგორც ქვეყანა, იმიტომ რომ ესეთი კომბინაცია შესაძლებელია რომ საქართველოში შეიქმნას. გარდა თქვენი გეგმებისა ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანად ხო არ განიხილავთ რეგიონის ქვეყნების დაფარვას მათთან პარტნიორობის ფარგლებში? დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ეს ინვესტიცია ქართულ ბიზნესში ნიშნავს იმას, რომ მარტო იმპორტი, მარტო დისტრიბუცია, მარტო ადგილობრივი ბაზარი არ არის ეს მაქსიმუმი, რასაც ინვესტორები ელიან. აუცილებლად გვინდა, რომ საქართველო იყოს მთავარი ჰაბი რეგიონისა და აქედან მოხდეს დაფარვა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სამხრეთის მიმართულებით, თუმცა არა მარტო ეს, არამედ მივწვდეთ ჩვენს ახლო რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. კი ბატონო, და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, ბატონო კახაბერ, სამომხმარებლო დონეზე, საცალო დახლებზე, თქვენი პარტნიორობა ჰაინეკენთან, ფასის კონკურენტული ფასის ჩამოყალიბების ნაწილში თუ იქნება ეფექტიანი, აი რიგითი მომხმარებლებისთვის რომ გავაჟღეროთ ეს ინფორმაცია. ბაზარი საქართველოში საკმაოდ კონკურენტუნარიანი არის, შესაბამისად ბაზარზე კონკურენცია უკვე ფასს არეგულირებს და შეუძლებელი არის, რომ რაიმე წამოწყება, რაიმე ბიზნეს ინიციატივა ამ კონკურენტული ფარგლებიდან გამომდინარე არ იყოს ასახული მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, დადებითად. ასე რომ რა თქმა უნდა ამ სიკეთებს მომხმარებლებიც ეტაპობრივად იგრძნობენ. გამოცდიან საკუთარ თავზე და საკუთარ ჯიბეზე, ხომ ასეა და ბოლოს მაინც აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ პოტენციალზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ლუდის წარმოების მიმართულებით, დაახლოებით რა მასშტაბით გვაქვს ეს ათვისებული და რამდენად კაპიტალტევადია ეს მიმართულება ჯერ კიდევ. ლუდის ინდუსტრია კაპიტალტევადი არის, საჭიროებს სოლიდურ ინვესტიციებს საწარმოო სიმძლავრეებში. დღესდღეობით საქართველოს ბაზარი 130 მილიონ ლიტრამდე არის, რაც მომხმარებელზე 30 ლიტრის ფარგლებში განისაზღვრება. თუ შევადარებთ ევროპულ ქვეყნებს, ზრდის პოტენციალი არის, თუნდაც გაორმაგების, თუმცა ამას სჭირდება რაღაც ეტაპობრივი განვითარება და მომხმარებლების ქცევის ცვლილებაც, თუმცა ამის ყველანაირი ბაზა არსებობს წარმოების, ხარისხის, ბრენდების, მრავალფეროვნების მხრივ. ასე რომ დადებითის მოლოდინში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო პოზიტიური ინფორმაციებისთვის, დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას. მაყურებელს შევახსენებ უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის ბაზრის დეტალური მიმოხილვით ჩვენი სტუმარი იყო ქართული ლუდის კომპანიის დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.